2020 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, გამოცდა ნომერი 6. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ტეოდრის 7 წამ მომენტში სხეული იმყოფებოდა გარკვეულ A წერტილში. დროის კიდევ რომელ მომენტებში იმყოფებოდა სხეული იმავე A წერტილში. ხო, მოდით ესე იგი, როგორც ხედავთ ნახაზიდან ჩვენი სხეული მოძრაობს X ღერძის გასწვრივ, მაგრამ აქვს მნიშვნელობა რომელი X ღერძის გასწვრივ მოძრაობს, მაგრამ რადგან Vx-ი გვაქვს მოცეული, დავუშვათ X ღერძის გასწვრივ მოძრაობს და დავუშვათ რაღაც ტეოდრის 0 მომენტში ეს ჩვენი სხეული იმყოფებოდა X 0 წერტილში. ახლა თუ დავაკვირდებით ნახაზს სხეულის დროის საწყის მომენტში, როცა ტეოდრის 0 წამ მომენტში სხეულის სიჩქარე Vx-ი არის 8 მეტრ-წამის. 8 მეტრ-წამის. შემდეგ 0-დან 2-მდე სხეული დროის ნებისმიერ ტოლშუალედში მცირდება, შესაბამისად გვაქვს თანაბარ შენელებული მოძრაობა, ხოლო t როცა გაუტოლდება 2-ს, სხეულის სიჩქარის x თქმელი ხდება 0-ის ტოლი და სხეული საპირისპირო მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას, რადგანაც როგორც ხედავთ, სიჩქარის x თქმელი უარყოფითი ხდება. ეხლა 2 წამში სხეული გაივლიდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს. მოდით ეს იყოს x1x-ი, s1x-ი, s1x-ი, შესაბამისად s1x-ი ტოლი იქნება ფუძე 2 განმავლობის სიმაღლეზე გაყოფილი 2-თან, ეს ტოლი იქნება 8 მეტრი. შესაბამისად ეს ჩვენი სხეული 2 წამში 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. აი ამ წერტილში მოვიდოდა. ასე, შემდეგ 2 წამს, ტეოდრის 2 წამ მომენტში მობრუნდებოდა და მოდით ნახოთ რა მანძილს გაივლიდა 2 წამიდან 5 წამამდე. 5 წამამდე რადგან, იმიტომ რომ 2-დან 5 წამამდე სიჩქარის x-თქმელი უარყოფითია, 5 წამზე უხდება 0-ის ტოლი და ისე ბრუნდება, ხო, შემოbrunდება. ანუ ეს არის პირველი შემოbrunების წერტილი, ეს არის მეორე შემოbrunების წერტილი. შესაბამისად, ეხლა აი ამ მონაკვეთში გაივლიდა ეს თუ არის s2x-ი, ეს ჩვენი სხეული გაივლიდა s2x-ი უდრის ფუძე არის ამ სამკუთხედის 1, 2, 3, გამრავლებული სიმაღლეზე 4, შეფარდებული 2-თან. 2, 1, 6. 16 გაივლიდა ოღონდ მარცხნივ. ანუ აქ შემოbrunდებოდა, ანუ ეს წამოვიდოდა, გამოდის, წამოვიდოდა და მოვიდოდა აი ამ წერტილში. 6 მეტრით მარცხნივ გადმოვიდოდა. შემდეგ ისევ შემოbrunდებოდა და გაივლიდა აი ამ სამკუთხედის ტოლ მანძილს, ფართობის ტოლ მანძილს, ეს აუშვათ s3x-ით, შესაბამისად s3x-ი იქნება 2 გამრავლებული 4 შეფარდებული 2-თან, ეს ტოლი იქნება 4 მეტრის. შესაბამისად აი ამ წერტილიდან კიდე გაივლიდა მარჯვნივ და საბოლოოდ 7 წამ მომენტში მოვიდოდა აი ამ წერტილში. ანუ გამოდის, რომ ჩვენ სხეულს კიდე ორჯერ მოხვედრია, ანუ 7 წამის გარდა აი ამ წერტილში მოხვდა პირველად აი ამ დროს, მეორედ ამ დროს და მესამედ 7 წამზე. ახლა რადგანაც ეს ჩვენი სხეული x0-დან 8 მეტრამდე მანძილის გავლას როგორც ნახეთ 2 წამს ანდომებს, 6 წამამდე მოსასვლელად აი მის t1 დრო ნაკლები არის 2-ზე. და კიდე ერთხელ ახდება, ანუ გამოდის, რომ პასუხებს თუ გადავხედავთ, ყველანაირად გამოდის d პასუხი, რადგანაც ვიცით, რომ პირველ შემთხვევაში დრო 2 წამზე ნაკლები არის, ანუ გამოდის, რომ 1 წამი უნდა იყოს აუცილებლად პასუხებში და ამასთან კიდე მეორედ რადგანაც ახდება ამ წერტილში, მეორე შემთხვევაში 3 წამიც ვალიდური იქნება, მივიჩნიოთ სწორ პასუხად ამ შემთხვევაში. ანუ საბოლოოდ პასუხი იქნება d.